მოგესალმებით მეგობრებო. როცა ფილმს ან სერიალს ვუყურებთ, ხშირად მისგან მხოლოდ იმას ვიღებთ, რასაც ზედაპირულად გვაწვდიან გამოსახულებითა და ხმით. თუმცა სინამდვილეში ნებისმიერი მედია ნაწარმოები შეიძლება განვიხილოთ როგორც აისბერგი, რომელიც წყალს ქვემოთ ორიმდენ ინფორმაციას მალავს, რამდენსაც ზემოთ ხედავთ. I am under the water. Please help me. თუმცა რა თქმა უნდა საკმარისად ღრმად თუ ჩავყვინთავთ, ყველაფრისთვის შეიძლება ფარდის ახდა. და რამე თუ ჩემი ცურვის უნარებით უკვე მოვახერხე ხასან ვერსის აღმოჩენა. დღეს მინდა ეს საქმე გავაგრძელო და გაგიზიაროთ თეორიები თქვენი საყვარელი ქართული ფილმების საიდუმლოებებზე, რომლებზეც აქამდე არ გიფიქრიათ. ჩვენი პირველი კონსპირაცია ეხება რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის 1956 წლის ფილმს აბეზარას. შინაარსი ალბათ ისედაც გახსოვთ. ლია იგივე აბეზარა მხიარული ქალია, რომელიც არქიტექტორ გიორგის პირადი მძღოლი ხდება. რადგან ფილმი საბჭოთა სოციალიზმის ჟანრს მიეკუთვნება, პერსონაჟები ამ მიმდევრობის ყველაზე ბეისიკ სტერეოტიპულ სახეებს ატარებენ. შრომელი ქალი, რომლის ცხოვრებისეული მიზანი სამართლიანობის დაცვაა. სპეტაკი მშრომელი კაცი, რომელიც ცხოვრებაში უსინათლო თაგვივით გადაადგილდება და საცოლე, რომელიც აუცილებლად ნეგატიური პერსონაჟი უნდა იყოს, რათა პროტაგონისტისა და არქიტექტორის ურთიერთობა აბსოლუტურად გამართლებულად გვეჩვენოს. მაგრამ მოდით სულ ერთი წამით დავფიქრდეთ. ჩვენ ამბის განვითარებას მხოლოდ აბეზარას ხედვის წერტილიდან მივყვებით. ეს მისი ისტორიაა, მაგრამ ხომ შეიძლება სუბიექტურმა აღქმამ რაღაც დეტალები თავის სასარგებლოდ შეცვალოს და შეალამაზოს. ჩემი აზრით ეს გარდაუვალიც კია. ამიტომაც მოდით დროებით გამოვიდეთ აბეზარას დელუზიური სურათებიდან და ამბავს რეალურობის საზომით შევხედოთ. დავიწყოთ ამ სცენიდან, რომელიც ჩემი თეორიის ამოსავალი წერტილია. აქ მთავარი გმირი გიორგის ფაქტიურად სიმღერით უხსნის სიყვარულს და ატირებული გარბის. ალბათ ლოგიკური იქნება ვივარაუდოთ, რომ აბეზარას ამ საქციელმა შეკრებილ საზოგადოებაში საკმაო უხერხულობა ჩამოაგდო. This is a load of barnacles. და ასევე აბსოლუტურად მოსალოდნელია, რომ ამგვარმა აღსარებამ არქიტექტორის გული ვერ მოიგო, რამე თუ იგი ძალიან არასასურველი სახით აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში და თან მას უკვე ყავს საცოლე, რომელთანაც სერიოზული სამომავლო გეგმები აქვს და რომელიც ლოგიკურია ეყვარება. აბა რატომ გადაწყვიტა თავისი ცხოვრება ასე მთლიანად დაეკავშირებინა მისთვის. ხოლო რაც შეეხება აბეზარას ამ სცენაში, მისი ემოციური სტაბილურობა ამბის დასაწყისიდანვე კითხვის ნიშნის ქვეშაა. მცირე უსიამოვნებაზეც კი პროტაგონისტს ძალიან მძაფრი რეაქცია აქვს და ყველაფერს იმაზე მძიმე დაღიქვამს, ვიდრე საჭიროა. ამიტომაც შეგვიძლია დავასკვნოთ, რომ იგი რეალობას გარკვეულ დონეზე მოწყვეტილია, ხოლო სიმღერის სცენა შესაბამისად ყველაფერს ორ ნაწილად ჰყოფს. თუ კი აქამდე აბეზარა მაინც ხედავდა გარე სამყაროს თუნდაც ნაწილობრივ ლოგიკურად, სიყვარულის ობიექტისა და გარემოცვის რეაქციიდან გამოწვეულმა სირცხვილმა, მას ეს კავშირიც დააკარგვინა. აბეზარას არ შეუძლია შეეგუოს ამხელა იმედგაცრუებასა და ემოციურ ტკივილს. ამიტომაც იგი საკუთარ ამბავს ცვლის და ნამდვილი ადამიანების ხასიათებსა და ქცევას საკუთარ ფანტაზიებს არგებს. სწორედ ასე შეიძლება აიხსნას მათი ალოგიკური ქმედებები. საცოლის პორტრეტი ბოლომდე მახინჯდება მისი ღალატით, რადგან პროტაგონისტისთვის ის მხოლოდ წინაღობაა. ხოლო გიორგის შეხედულებები არა მხოლოდ წამში იცვლება, არამედ ამასთან ერთად ის ამგვარი ემოციური ჭრილობიდან გამოწვეულ ტკივილს, რომელიც რეალურ სამყაროში სერიოზული ტრამაა და მოსაშუშებლად დიდი დრო სჭირდება, უბრალოდ ფეხებზე იკიდებს და აბეზარასთან გარბის. მოკლედ, ფილმის ამ მეორე ნაწილში განვითარებული მოვლენები უბრალოდ მთავარი გმირის წარმოსახვის ნაყოფია. ეს არარსებული რეალობაა, სადაც ის როგორც იქნა ბედნიერია და არ უწევს ნამდვილ ცხოვრებაში მიღებულ განსჯასა და უარყოფას გაუსწოროს თვალი. რაღაც მხრივ აბეზარა შეგვიძლია ამერიკულ ჰორორ ფილმს პერლს შევადაროთ. თუ ხედვის წერტილის მაყურებლის მხრიდან გავასწორებთ, ამ პერსონაჟებში ძალიან ბევრ მსგავსებას დავინახავთ. ორივე ოცნებობს საკუთარი თავისთვის ბედნიერ დასასრულზე, როგორც ეს თითოეულს ესმის. ორივე თანდათან ამ იმედით უფრო და უფრო მეტად ხდება შეპყრობილი და ორივე როცა ხვდება, რომ სასურველი ხელიდან ეცლება, ძლიერ ემოციურ დარტყმას იღებს და ფსიქიკა ერყევა. მოკლედ, აბეზარა არაფრის დიდებით არ მიიღებს იმ ცხოვრებას, რომელსაც არ იმსახურებს. ის მარად იჯდება თავის ახალ ბინაში მარტო და ქარის შრიალში წარმოიდგენს, როგორ მოიჩქარის მისკენ სიყვარულით გულანთებული გიორგი, რომელიც ამასობაში რეალურად ფილტვების ანთებით წევს და სანამ მისი მოსიყვარულე მეუღლე უვლის, თავად აურა ფარმინგითაა დაკავებული. მიდიოდა მატარებელი ერთ-ერთი ყველაზე ქაოტური ფილმია, რომელიც კი ოდესმე მინახავს. რა თქმა უნდა, ეს იმით აიხსნება, რომ იგი აბსურდის ჟანრს მიეკუთვნება, მაგრამ მე არ მგონია საქმე მართლა ასე მარტივად იყოს. მოკლედ, მაქვს ერთი თეორია და მის გასამართლებელადაც ბლომად არგუმენტები. ესე იგი, მატარებლის ყველა მგზავრი სინამდვილეში მკვდარია. ახლავე დაგიმტკიცებთ რატომაც. აკვირდით თითოეულ მათგანს. ისინი 7 მომაკვდინებელი ცოდვიდან ნახევარზე მეც მაინც განასახიერებენ. თქვენ მეტყვით, არა, ყველაფერი არასწორად გაიგე. ეს ფილმი სინამდვილეში სოციალური სატირის უმაღლესი საფეხურია. ეს ხალხი ასახავს ჩვენი საზოგადოების
ყველაზე მანკიერ მხარეებს. ავტორი დასცინის სოციუმის ამოვებას და იმას თუ როგორი ბრმანი ვართ საკუთარი ნაკლოვანებებისადმი, რასაც თვალი ამ გმირმა უნდა აგვიხილოს. მოკლედ, ნაყროვანება, სიძვა, ანგარება, მედიდურობა, შური, მრისხანება, სიამაყე, გულგრილობა. ჰეი, თურმე ყველა ყოფილა. ახლა კი ის გაიხსენეთ, როგორ იწყება ფილმი. ამ წყვილს მევალეები მოსდევენ. სავარაუდოა, რომ ტკბილი სიტყვების სათქმელად არა. ჩემი აზრით, გაქცევა წარმატებით არ დასრულებულა. ცოლ-ქმარი ამ ეგრეთ წოდებული მევახშეების მსხვერპლი გახდა და ასე მოხვდნენ სულების მატარებელში. ჩემი თეორიით, ყველა პერსონაჟის სიკვდილს აქვს თავისი ახსნა. ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ასფიქსია უჰაერო სივრცეში, ნაწლავების გადახლართვა. ალბათ ცირკიც დაიწყო გასტროლებამდე. მევალეები და პოლიცია კი მგონია, რომ ორ მხრივ სროლაში დაიღუპნენ, როცა სადგურის მორიგეებმა კორკოტასა და ტრეზორას დანაშაულის ადგილას შეუსწრეს. ახლა მთავარი რა დატვირთვა აქვს მატარებელს და რატომ ხდება ყველა აქ? გაიხსენეთ ამერიკული საშინელებათა ისტორიის პირველი სეზონი. ადამიანები, რომლებიც დაწყევლილი სახლის ტერიტორიაზე გარდაიცვალნენ, სამუდამოდ აქრჩებიან. აქაც გონი დაახლოებით იგივე სიტუაციაა, ოღონდ უფრო სხვანაირად. მატარებელი არამიწიერი ძალის მატერიალიზებული სახეა, რომელსაც შეუძლია გარშემო სამყაროსა და ადამიანების ბედზე ზემოქმედება. ხოლო მისი მისია ცოდვილთა სულების ტრანსპორტირებაა. ამიტომაც ვივარაუდებ, რომ იგი ქარონის, მდინარე სტიქსის უკუდავი მენავის ერთ-ერთი სახეა. მატარებელმა წინასწარ იცის, როდის უნდა დაიღუპოს ესა თუ ის ცოდვილი და მოვლენებს ისე აწყობს, რომ ისინი სიკვდილამდე თავისთან მოიზიდოს. ან ბილეთს აყიდინებს, ან უბილეთოდაც ამწყდევს. ეგ მისთვის პრობლემა არაა. გამცილებელი და მატარებლის მევანქანეები თავის მხრივ იმიერი სამყაროს ბინადრები არიან. შეიძლება ყოფილი ცოდვილი სულები, რომლებიც სასჯელის შემსუბუქების პირობით მატარებელს ემსახურებიან. გამცილებელს პირდაპირ მგზავრების ზუნება ევალება, რათა ყურადღება გადაატანოს იმისგან, რაც ხდება. მევანქანეები თავის საქმეს, ანუ არასასტუნებელი მგზავრებისთვის თვალის ახევას ასე კარგად ვერ ართმევენ თავს, როგორც ჰადესის ორი ქვეშევრდომი ჰერკულესიდან. ცოტა ხომ არ გვანან კიდეც. ალბათ გაგიკვირდებათ, რომ მატარებლის გარშემო ცოცხალი ადამიანები მასაც და მგზავრებსაც მშვენივრად ხედავენ. ამასაც აქვს თავისი ახსნა. ეს ხალხი ჰადესის სიაში ჯერ კიდევ არაა გადახაზული. ანუ განგების შემდეგი სამბიზნეები არიან და მათ ცხოვრებაში ვაგონების გამოჩენა ერთგვარი გაფრთხილებაა. ასე თუ დავაკვირდებით, ეს სცენა საერთოდ სიკვდილთან ცეკვას დაემსგავსება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოსთვის დავიტოვეთ. წესით ეს სულები მატარებელმა ხომ სადღაც უნდა წაიყვანოს, როგორც თავიდანვე ვივარაუდეთ. არა, სწორედ ესაა მათი საუკუნო სასჯელი. ეს ხალხი მარადიულად გზაში იქნება, გამოწყდეული ვიწრო ვაგონებში, იმათთან ერთად, ვინც ძალიან ეზიზღებათ და უსასრულოდ მოუშლიან ერთმანეთს ნერვებს. სადაც არ გაჩერდება შემადგენლობა, ცოცხლების სამყარო მათ არ მიიღებს და მოსვენების საშუალებას არ მისცემს. ერთადერთი გზა ამ საშინელი წამებისგან თავის დასახსნელად, ან მის შესამსუბუქებლად, სწორედ ამ კაცში იმალება. სანამ ცოდვილი სულები მის მიმართ უხეშობას განაგრძობენ, ეს კოშმარიც არ დასრულდება. ის ასე უბრალოდ არ კითხულობს ხაშურში არიან თუ არა. ეს სიტყვები სინამდვილეში სულ სხვა რამეს ნიშნავს. მზად ხარ მოინანიო თუ არა. ფილმის ბოლო სცენა ჭეშმარიტ ჰორორ შედევრია. სამუდამოდ მიწიერ სამყაროსა და იმიერ ქვეყანას შორის გამომწყდებულ მკვდარ სულებს თავიანთ მდგომარეობაზე წარმოდგენაც კი არ გააჩნიათ. გონიათ, რომ ცხოვრება ძველებური მხიარულებით გრძელდება და ამის აღსანიშნავად ფერხულში ებმებიან. ისინი ტყუილში არსებობენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მათი ტყვეობა არასოდეს დასრულდება. ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი ისტორიაში საუკეთესო ქართული ფილმია. გონი საერთაშორისო დონეზე არც ერთი სხვა ნამუშევარი ასე ზუსტად არ ასახავს იმ სისტემას, რომელსაც ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი საკუთარ მარწუხებში ჰყავს მომწყდეული. გამომცემლობა რეალურად ყველა დაწესებულებას განასახიერებს, რომელთან ურთიერთობას თქვენი არსებობის მანძილზე მოგიწევთ და რომლებიც თქვენს დროსა და სულს უმოწყალოდ გართმევენ. მაგრამ მე ახლა სულ სხვა რამეზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. სოსო ფილმის პროტაგონისტი თითქოს ზუსტად მაყურებლის მდგომარეობას ასახავს ცისფერი მთების ყურების პროცესში. ის ამ ქაოსისა და უპასუხისმგებლობის მსხვერპლია და მისი უბრალო უწყინარი სურვილი უბრალოდ საქმე გააკეთოს ძალიან აადვილებს სოსოს მხარი დაუჭიროთ და მისი განცდები გავიზიაროთ. თუმცა მგონია, რომ ემპათია ცოტათი გვაბრმავებს და გვავიწყდება, რომ არც ერთი ადამიანი რეალურად ანგელოზი არაა. ამბის კულმინაციის მომენტში ალბათ გეხსოვებათ სხდომის სცენა, რომელიც შენობის ნგრევით სრულდება. ყველანი თითქოს უსიტყვოდ შევთანხმდით იმაზე, რომ ამის მიზეზი მიწისქვეშა ბიძგებია, რომლებიც მეტროს შენებისას გვირაბების გათხრითაა გამოწვეული. თუმცა თუ გახსოვთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მშენებლობის ადგილას სწორედ სოსო გაუშვეს მივლინებით. არც ის დაგავიწყდებოდა თუ მანამდე რა გზა გაიარა ამ გმირმა მთელი წლის განმავლობაში. რამდენი იმედგაცრუება, რამდენი უარყოფა, რამდენი ხელოვნურად აღმართული დაბრკოლება შეხვდა და თან როგორი გულგრილობა და იგნორი მიიღო საკუთარი კოლეგებისგან. ამ სცენაში იგი მეტროდან კარგი ამბით ბრუნდება. მშენებლობა ორ დღეში რჩება და შენობა საფრთხე აღარ ემუქრება. გარდა იმისა, რომ მისი ცნობა არ მართლდება, თუ დააკვირდებით, იგი ნგრევამდე სულ რამოდენიმე წუთით ადრე გადის შენობიდან. ცოტა საეჭვოდ ხომ არ გეჩვენებათ ეს დამთხევა ყველაფერი მის გათვალისწინებით, რაც ჩამოვთვალეთ. იმის თქვა მინდა, მგონია სოსომ წინასწარ
მამაკაცად უკვე იცოდა, რომ მთელი გამომცემლობა განწირული იყო მიწასთან გასასწორებლად. თუმცა რა თქმა უნდა, ხელის შესაშლელად არაფერი მოიმოქმედა. რატომ უნდა დახმარებოდა იმათ, ვინც მას თითქმის ადამიანადაც არ თვლიდა? მოდით ცოტა უფრო შორს შევტობოთ. მეტად სავარაუდოა ისიც, რომ სოსომ საერთოდ ხელი შეუწყო ამ მოვლენას. მან ხომ აშკარად ზუსტად იცოდა, რა დროს იქნებოდა ერთ ოთახში ყველა, ვინც აწყენინა. ეს სოსოს მიერ კარგად დაგეგმილი და განხორციელებული შურისძიებაა. ალბათ ეს გეგმა მის გონებაში სწორედ მაშინ დაიბადა, როცა მივლინებით მეტროში გაუშვეს. რამე თუ აშკარად არ შეეწინააღმდეგა ვაჟერ ზაზაევიჩის გადაწყვეტილებას. არა და არ მგონია დიდი ენთუზიაზმით ყოფილიყო მის ადგილას ნებისმიერი ადამიანი განწყობილი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გონია, რომ სოსო მის მდგომარეობას შეეგუა. თუმცა პირიქით, მან გადაწყვიტა საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე სრული კონტროლი მოეპოვებინა. მეტროში ყოფნისას იგი დაუახლოვდა იქ მომუშავე ხალხს, რაზეც მეტაფორულად მიგვანიშნებს ის, რომ მათნაირი უნიფორმა აცვია. ამ კავშირებით მან მოახერხა მუშებზე გავლენა მოეხდინა და შენობისთვის ძირის გამოთხრა დაეგეგმა. დღეისათვის კი ჩემგან სულ ესაა. თუ კი ამგვარი შეთხსული თეორიები მოგწონთ, გაგახარებთ და გეტყვით, რომ მასალა კიდევ ერთი ვიდეოსთვის მაქვს. ხოლო თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, დაალაიქეთ და არხი გამოიწერეთ, რამ თუ ეს აქ ჩემი ბოლგაელობა არაა. და კარგად იყავით.